ძმაო, გთხოვ არ გინდა. ეს არ გააკეთო. ღვთის გულისათვის ეს არ გააკეთო. მაშინ სახლში რომ დაგინახე, შოკირებული ვიყავი და მაშინვე გადავწყვიტე რომ ყველაფერი მეღიარებინა, მაგრამ მან შემაშინა. მითხრა გულჯემალი თუ გაიგებს, მოკლავსო. მართალიც იყო. მკვდარი ხარ. არ გაცოცხლებ. ძმაო, გთხოვ არ გინდა, არ მომკლა. შემიბრალე. ღვთის გულისათვის არ მომკლა. მირჩია გზაზე არ გადაგღობებოდი. მითხრა რომ ყოვლის შემძლე ადამიანი ხარ და მისთვის ყველაფერს გააკეთებ. მითხრა რომ არასდროს მიატოვებ, რომ ის შენთან რჩება. დავპირდი რომ ყველაფერს გეტყოდი. მას შეეშინდა და შენგან გაიქცა. მერე შენ გადაარჩინე და ისევ სახლში მოიყვანე. გესმის? რას ამბობ? მე მხოლოდ ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად ბედნიერი ცხოვრება მინდა. დევას ჩვენი ცხოვრებიდან გაქრობა ვერ შევძელი. ღმერთია ამის მოწმე. ვერ წარმოიდგენ რა რთული იყო შენ სახლში ცხოვრება ბოლო კვირეები. გთხოვ, არ მომკლა. გთხოვ, ჯანდაბა. აბი შემოვდა. ძმაო, რა მოხდა? ხუმრობ გულენდამ. ჩემი ქმრის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. მშვიდობით ძმაო. გულენდამს რამე მოუვიდა? გულენდამ. რა მოხდა ძმაო? მამა ხელი გამიშვი. გამიშვი, რატომ არ გესმის, არ წამოვალ. არ მოვდივარ. მამა დამშვიდი, გთხოვ. დევა, სულ გაგიჟდი, მან ყველაფერი იცის. რაღაც ელოდები, გულჯემალი ამას არასდროს გაპატიებს, მხოლოდ ტკივილი და უბედურება გელოდება. დამიჯერე. არა, ის ასეთი არ არის. გულჯემალი არ მიმატოვებს. აქედან დამნაშავესავით კუდამოძუებული არ გავიქცევი. არ წამოვალ. წამოხვალ. ვალდებული ვარ ავუხსნა. გესმის? მე კი გეუბნები რომ იბრაჰიმ ბეი, გთხოვთ. გოგოს თარჩენა უნდა და მისთვის ყველაფრის ახსნა. თქვენ ნუერებით, ის ჩემი შვილია. როგორც მისთვის იქნება უკეთესი, ისე მოვიქცევი. გულჯემალი. ალო? გულჯემალ სათხარ. გულენდამი შენთან არის? რას ამბობს? არა, გულენდამი თავის ოთახშია. სასრაფოდ იპოვე. მასთან სწრაფად მიდი, იჩქარე, გთხოვ. გულჯემალ რა მოხდა? ნუ მაშინებ. შიშობ თავს რაღაც დამართ, ახლავე იპოვე, სწრაფად, სწრაფად. რას ამბობ? ჯანა გავიქცეთ. გულჯემალმა რა თქვა? შეჩერდი. შენ არ საწახვალ. მამა რას ამბობ? ხომ ხედავ რაღაც ხდება, გამიშვი. ჩემს მოთმინებას ნუცდი, ერთხელ მაინც მომისმინე. ბიძია იბრაჰიმ, გთხოვ. მამა გაუშვი. წავიდეს, ვერ ხედავ რაღაც მოხდა. რაც უნდა ისქნან. ჩვენ რა გვესაქმება, მე მხოლოდ ჩემს ოჯახზე ვფიქრობ, სხვა არაფერზე. რა ხდება? რა მოხდა? გულენდამი კარგად არის? ძმაო, რატომ არავინ არაფერს მეუბნება? ვინმე მამიხსნას? ამიხსენით, მანქანაში ჩაჯექი. გულენდამ. სად არის? გულენდამ. 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 რა მოხდა? ღმერთო. ღმერთო. გულენდამ. რა მოხდა? გულენდამ. გულენდამ. ყველაფერი კარგად იქნება. გულენდამ გონს მოდი. ნუ ყვირით. გულენდამ. გულენდამ გონს მოდი. გაიღვიძე. გონს მოდი. უთხარი მანქანა მოიყვანონ. გაიქეცი. გაიქეცი. სავად მყოფოში უნდა წავიყვანოთ. გაიქეცი. საყვარელო, გამაგრდი. გამაგრდი. რა ამბავი მომიტანე? ყველაფერი სწორად გათვალეთ, ქორწილი ჩაიშალა. გულჯემალის სახლში არ დაბრუნებულა. და კიდევ, მერთი წაიყვანეს. ფიქრობ, მას ვეღარასოდეს ვნახავთ. დღეს გულჯემალს ქიში და შამათი დაუსვეს.
უსარგებლო პაიკი სულელი მერთის სახით მეტისმეტად ადრე მოიშორეს, მაგრამ ზოგჯერ პაიკის გაწირვა ღირს. არ მესმის, მომკალით და არ მესმის. ამ ყველაფრის მერე აქ როგორ შეგიძლია დარჩენა? როგორ? იმიტომ რომ გულჯემალს ვიცნობ. მე მას ვიცნობ, გესმის? დამპირდა რომ არ მიმატოვებს. ის არასდროს მიმატოვებს, მამა. რაც უნდა მოხდეს. ჩვენ შორის რაც უნდა მოხდეს, არ მიმატოვებს. ვიცი, დარწმუნებული ვარ. ამიტომ არ წამოვალ. მას ამ სახლში დაველოდები, მამა. ნუ თუ ვერ ხვდები. გესმის, მამა? დევა. დევა. გულენდამმა თავის მოკლას სცადა. რა? გულენდამმა ვენები გადაიჭრა. როგორ თუ თავის მოკლას სცადა, ახლა სად არის? წავიდნენ. ჯანანმა საავადმყოფოში წაიყვანა. ვენები გადაიჭრა. გესმის? არ მაღან საით? მეტი აღარ შემიძლია. ამას ვერ გადავიტან. ჭკუიდან შევიშლები რისთვის? დევა, დექი ძვირფასო. დამშვიდი. გონს მოდი. ბევრს ვითხოვ. უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო. ნუ თუ ეს ძალიან ბევრია. ვერ ხვდები ეს ყველაფერი რატომ მოხდა. ასეთი რამ როგორ შეიძლება? კარგი, დამშვიდი. ღმერთო, გულენდამი გადაარჩინე. ოღონდ მას არაფერი დაემართოს, გემუდარები ღმერთო. ოღონდ მას არაფერი დაემართოს, თორემ ვერ გადავიტან. შენ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ, არა? რას ამბობ? რას ლაპარაკობ? ჩემი ცოლი კვდება. მოკეტე. მოკეტე. ილოცე რომ მანქანიდან არ გადაგაგდო. ღმერთო, ჩემი ცოლი და შვილი გადაარჩინე. მოკეტე. დაგვეხმარეთ, გთხოვთ. საკაცე მოიტანეთ, საკაცე მოიტანეთ. აქ დააწვინეთ. სრაფად ვენები გადაიჭრა. ბევრი სისხლი დაკარგა. ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ექიმი გამოვა, თქვენ აქ დაელოდეთ. შეგვიშვით. არ შეიძლება, მისაღებში დაელოდეთ. ნება მოგვეცით, ჩვენც წამოვიდეთ. აქ დაელოდეთ. გულენდამ. თქვენც მოხვედით? რაც უნდა იყოს მისი ნათესავი ვარ. როგორ არის? ძმაო, დამშვიდი, ის ცოცხალია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. სიმართლე მითხარი, მხოლოდ სიმართლე. როგორ არის? გეფიცები ჯერ არაფერი ვიცით. მასთან არ შეგვიშვეს. ჯერ არაფერი უთქვამთ. ძმაო, როცა მოიყვანეს უგონოდ იყო, ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ცოცხალია. დამიჯერე. ეს რა ჩაიდინე გულენდამ. მას რომ რამე დაემართოს, გეფიცები მოკლავ, გესმის? დამშვიდი, ძმაო, არ გაცოცხლებ. ძმაო, მას არაფერი დაემართება, დამშვიდი. დამშვიდი. შენ სად იყავი? რატომ ვერ შენიშნე, რომ ცუდად იყო? საიდან უნდა მცოდნოდა? თანაც სახლში ისეთი აურზაური იყო. გარა სად არის? სახლში დარჩა. სახლში? გულენდამთან ერთად არ წამოვიდა? დევაც ძალიან ცუდად გახდა. მასთან დარჩა. გულენდამის ექიმია. როგორ არის, გითხარით? გითხარით? თქვენი დის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საშიშროება ისევ არსებობს. სამწუხაროდ. ღმერთო. კვდება. გული წავიდა. მას არაფერი სჭირს, ექიმო. ჩემს დაზე მითხარით. ბეი ეფენდი, გულენდამ ხანიმმა ვენები გადაიჭრა, ეს თავის მოკვლის მიზნით გააკეთა და თითქმის გამოუვიდა. საავადმყოფოში მოსვლამდე ბევრი სისხლი დაკარგა. სისხლდენა შევაჩერეთ, მაგრამ რადგან ორსულად არის, შეზღუდულად მოქმედებთ. ბავშვი?
სტაბილური მდგომარეობაა. ბავშვი როგორ არის? სასწრაფოდ სისხლის გადასხმაა საჭირო. სისხლის დანაკლისი უნდა შევავსოთ, რათა მისი და ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა. სასწრაფოდ ჩემს სისხლს გავიღებ. მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი გვინდა. ჩვენებს კითხე, არ არის საჭირო, მე გამოვდგები, სისხლს მე მიმცემ. მადლობა არ მაღან. არაფერს, ის ჩემი დაც არის. ღმერთო გემუდარები, გულენდამ არაფერი დაემართოს. მისი სიკვდილი არ დაუშვა. გთხოვის და ბავშვი გადაარჩინე. სამწუხაროა, რომ ზაფერიშვილის სიცოცხლე უფრო გაღელვებს, ვიდრე საკუთარის. რა სისულელია? ამას როგორ ამბობ? გონია შულზე არ ვღელავ? სწორედაც, შენთვის ძვირფასი რომ ყოფილიყო, ამ ყველაფერს არიდებდი. გეუბნებოდი გულჯემალს არ გააკარო მეთქი, მაგრამ არ მომისმინე. აი შედეგიც, კმაყოფილი ხარ? თამაში დასრულებულია. რადგან გულჯემალმა მერცზე გაიგო, მათ არასდროს აპატიებს. შვილი როგორ დავიცვა? მას აქედან წავიყვან და შენ ვერ შემაჩერებ. ჩარევა არც გაბედო გესმის? არც გაბედო. ჩემ შულს აქედან ახლავე წავიყვან. შეწყვიტე და დანაშაულება. ვერ ხედავ რომ დევას დარჩენა თავად უნდა. უკვე რამდენიმე საათია მის წაყვანას ცდილობ. ნუ მაიძულებ მას სიმართლე უთხრა. ამას არ იზამ. არ გაბედო. არ გაბედო დევასთვის იმის თქმა რომ მე დედამისი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილი დავიცვა და ამ ქორწინებისგან ვიხსნა, ასე რომ სიმართლეს ისე ვეტყვი, თვალს არ დავახამხამებ ფირუზე. ეს არ გააკეთო. ფირუზე? არ უთხრა. დევამ არ უნდა გაიგოს რომ მისი დედა ვარ. სულ გაგიჟდი? რადაც უნდა დამიჯდეს ამ ქორწინებას არ დავუშვებ. მის აქედან წასაყვანა თუ სიმართლის თქმა გახდა საჭირო, ვეტყვი კიდეც. არ დავუშვებ რომ გულჯემალმა ჩემ შვილს ცხოვრება დაუნგრიოს. გულჯემალს დევა უყვარს. მას არასდროსაც ყენინებს. გთხოვ მის დაბრუნებას დაელოდე. თუ არ აპატიებს, მე თვითონ ვეტყვი რომ დედამისი ვარ. და ფირუზე? იბეკ. გიცანით. როგორც კი დაგინახეთ, მაშინვე გიცანით. დედა ფირუზე. იბეკ. თუ ცოცხალი იყავით, მთელი წლები რატომ გვიმალავდით? ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობთ? ეს როგორ შეძელით? ასე როგორ მოგვექეცით? ვერ წარმოიდგენთ თქვენს შვილს როგორ ენატრებით. ღამეებს ტილილში ათენებდა. როგორ განიცდიდა რომ საფლავიც არ ქონდათ, სადაც მოსვლა შეძლებდა. ძვირფასო, ეს მოგვიანებით განვიხილოთ, კარგი? მოგვიანებით? არა, ახლა განვიხილავთ. შემომხედეთ. თქვენ ხომ იცოდით რომ ტბაზე დადიოდა. მან ყველაფერი გიამბოთ. ეს როგორ გააკეთეთ? თქვენ როგორი დედა ხართ? საკუთარ შვილს ასე როგორ მოეკეცით? სიმართლის თქმა ვერ შევძელი. გემუდარები. დევას და გულჯემალს არაფერი უთხრა. თორემ არ მაპატიებენ. ქორწილის დღეს რა აღელვებული იყო. განიცდიდა ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ახლობლები გვერდით რომ არ ყავდა. იტანჯებოდა რადგან მარტოსული იყო. თქვენ კი მის გვერდით იყავით. დედა გვერდით ყავდა. ეს როგორ არ უთხარით? მამა, მას ასეთი რამ როგორ დაუმალეთ? ორივე თვალებში უყურებდით და ატყუებდით. როგორც კი გავიგე, მაშინვე მინდოდა თქმა, მაგრამ არ უთხარი. იცოდი, ყველაფერი იცოდი, მაგრამ მაინც ატყუებდი. ორივე ერთნაირები ხართ. მას ორივე ატყუებდით. გთხოვ, მას არაფერი უთხრა. გთხოვ. იბეკ შვილო, არაფერი უთხრა. არ შემიძლია. დევას თქვენსავით ვერ მოვატყუებ. ის ჩემი და. მას არჩევანის უფლება მოუწვეთ. აიძულეთ ტყუილში ეცხოვრა. მას უფლება აქვს სიმართლე იცოდეს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. მას ყველაფერს ვეტყვი. მე ვეტყვი. არ გინდა. გასაგებია?
არ გინდა. ძმაო, რამე მოგიტანო? წყალი ან რამე? გულენდამი კარგად იქნება. ვიცი, გესმის? მას არმაღანის სისხლს გადაუსხამენ და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ თუ ის ასე ძალიან უყვარს. იმდენად რომ მზად იყო მომკვდარიყო. არა მისი ფრჩხილის ფასადაც არ ღირს. ეს როგორ დამიმალევება? ყველამ ყველაფერი იცოდით და ყველა დუმდით. მე რა უნდა მექნა ძმაო? გვიან გავიგე. როგორც კი გავიგე გულენდამს მოვუყევი. განერვიულ და არც კი მომისმინა. მითხრა რომ თავს მოიკლავდა. შემეშინდა. ამიტომ გავჩუმდი. მისთვის ტკივილის მიყენება არ მინდოდა. ამიტომ გავჩუმდი. ტკივილს მას ვერ მივაყენებდი. სამაგიეროდ ტკივილი მე მივაყენე. როგორ ჩაიერა? კარგად. სისხლი გადაუსხი. მერტზე გაიგი არა? ყველაფერი გასაგებია. ვინ გითხრა? ნიშნულობა აღარ აქვს. ჩემთვის აქვს. დედამ გითხრა არა? ყველაფერს მივხვდი. არმაღან, სად მიდიხარ? არმაღან. კარგია, მადა რომ დაგიბრუნდათ. მალე გამოკეთდებით. ხო მართლა, ათეში დავიბარე, მალე მოვა. საჭირო არ იყო. ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მის გარეშეც გავუმკლავდები. თანაც ექთნები კარგად მივლიან. კარგი. არმაღან ბეი, მოგზანდით. არმაღან. შვილო. აქ რას აკეთებ? ჩემს სანახავად მოხვედი. გულენდამმა შენმა შვილმა თავის მოკვლას სცადა. ის და ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. რა? ეს რატომ გააკეთა? რატომ? კითხულობ კიდეც? ხუმრობ? იმიტომ რომ გულჯემალს უთხარი რომ დევა და მერთი დანიშნულები იყვნენ. საბოლოოდ ქორწილი ჩაიშალა. გულენდამი კი სიცოცხლისთვის იბრძვის. აქ იმიტომ მოვედი რომ კითხო ეს რატომ გააკეთე? რატომ გამუდმებით ასე საშინლად რატომ იქცევი? დევას და გულჯემალის დაშორება მინდოდა. ჩემი მტერე გულჯემალია და არა გულენდამი. რას წარმოვიდგენდი ამას თუ იზამდა? როგორ? საავადმყოფოს კედლებშიც კი არ წყვეთ ბოროტების ჩადენას. ასეთ გეგმებს როგორ აწყობ? რას ჩადი? მათი დაშორებით რას მიაღწიე? მითხარი რას მიაღწიე? რას?
მას იმ ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწევს, რომელიც თავად გამოვიარე. ჭკუა ვასწავლე. ვაჩვენე როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ვიცი ბრაზობ. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ მამა შენი მან მოკლა. საყვარელ ადამიანს მან დამაშორა. შენ კი მამას. მე მხოლოდ ვალი დავუბრუნე. ეს შურიზიების გამო გააკეთე? გგონია სამართლიანად მოიქეცი? მაგრამ მითხარი რა მოხდება თუ შენი შვილი მოკვდება? მითხარი. დამნაშავე არ ვარ იმაში, რომ თავის მოკვლას სცადა. ჩემი ბრალი არ არის. მამამისივით ასეთი სუსტი რომ არის. მანაც თავი მოიკლა. მე ისე მოვიქეცი, როგორც მომექცნენ. ის ტკივილი, რაც ჩვენ მოგვაყენეს, ამასთან არაფერია. პასუხი ყველაფრისთვის უნდა აგო. ყურებს არ უჯერებ. საიდან ამდენი ბოროტება? ეს ყველაფერი უკვე გადაიტანე, უკვე წარსულია. დროა დაივიწყო. ისინი ხომ შენი შვილები არიან, დედა? უკვე სინანულს განვიცდი იმ ცრემლების გამო. შენ გამო რომ დავღვარე, როცა გავიგე რომ ძიმედიყავი. არ იცი როგორ განვიცდი. შენ დედა ჩემი აღარ ხარ. შენ დედა ჩემი აღარ ხარ. არმაღან. დევა. იფეკ რა მოხდა? რა ხდება? რა მოხდა იფეკ? იფეკ. კარგად ხარ? იფეკ რა მოხდა? რატომ მდირი? გულენდა მის გამო? თქვი? იფეკ. რა მოხდა? მითხარი. გულენდამი უარესად არის? საავადმყოფოში მივდივარ. არა გაჩერდი. საქმე ის არ არის. აბა რა ხდება? არ მინდა გულჯემალმა ასეთი გნახოს. რატომ მტირი? დევა რაღაც უნდა გითხრა. კარგი თქვი? ისმენ. დევა წავიდეთ აქედან. ამ სახლიდან შორს. იფეკ რა ხდება? რამე გაიგე? არა, არაფერი მომხდარა. მეტი რაღა უნდა მოხდეს. ის რაც მოხდა ცოტაა. გულჯემალი წავიდა. ის აღარ დაბრუნდება. რომ დაბრუნდეს ქორწილი არ შედგება. ურთიერთობას ვეღარ დაალაგებთ. იფეკ გულჯემალს დავპირდი. არც აწავალ, დაველოდები. დევა ნუ სულელობ. ის წავიდა. ყველაფერი გაიგო. ისიც კი არის ირას იზამს, როცა დაბრუნდება. გულჯემალი არაფერს დამიშავებს. რამდენჯერ გავიმეორო, ის მენდობა. გულს არ მატკენს. საკმარისია. გამუდმებით მიმითითებთ. თუ რა უნდა ვქნა? საკმარისია. მომბესრდა. ჯანდაბა. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს? არის სიახლე. არა, ისევ უგუნოდაა. Uyutuyorlar hala. Ne olacak? ახლა რა იქნება? მერცე და დევაზე გეკითხები. მათ როგორ მოიქცევი? დევას უყვარ ხარ, ეს ხომ იცი?
ცხოვრებაში შენსავით მას არ ამიყვარებია. მას ძალიან კარგად ვიცნობ. ასეთი გრძნობა არავის მიმართ არ ქონია. შენგან ოჯახის წინააღმდეგ წავიდა. მას შენთვის სიმართლის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან იცოდა ამას რაც მოყვებოდა. მას წასვლა უნდოდა გამქრალიყო. მას ვერ დავეხმარე, მაგრამ დედაჩემ ამის ნება არ მოგცა. შეგვაჩერა ძმაო. დედას უნდოდა რომ დევა შენ სახლში დარჩენილიყო. უნდოდა რომ დატანჯულიყავი. დედას გეგმა იყო რომ დევა შეყვარებოდა და მერე შენთვის წაერთმია. დამასეს გამოუვიდა კიდეც. გამოუვიდა. დევას ვერავინ წამართმევს. მერთი როგორ არის? გონს მოვიდა? დამამშვიდებელი მისცეს. კაიფშია. მშვენივრად გამოიყურება. მას გულენდამის ბედი არ აღელვებს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. შენი დრო იწურება. ჩემ შვილს ვიცნობ და ამას დიდხანს ვერ დაუმალავს. რა სამწუხაროა რომ მოისმინა. რა სამწუხაროა. ამას სამუდამოდ ვერ დამალავ. სხვათა შორის მერთმა შენგან გაიგო. არ მესმის როგორ? როდის მოისმინა? როგორ მიხვდა? ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? დამალვას აზრი აღარ აქვს. ცხოვრება დამენგრება. დევასაც დავკარგავ და გულჯემალსაც. ცხოვრება დაგენგრება? შეგიძლია ერთხელ მაინც შვილზე იფიქრო და არა საკუთარ თავზე. გგონია მისი ცხოვრება არ შეიცვლება? მამის მკვლელს გვერდით შენ დაუყენე. შენი აზრით ამ ამბავს როგორ მიიღებს? ამ ამბავში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედი შენ ხარ ფირუზე. რას ამბობ იბრაჰიმ? ამას როგორ მეუბნები? დევას და გულჯემალს ერთმანეთი რომ შეუყვარდათ, ეს არ არის გასაკვირი. მათ არაფერი იცოდნენ. მერთმაც არაფერი იცოდა ამ სახლში ისე აღმოჩნდა, მაგრამ შენ თავიდანვე ყველაფერი იცოდი. პირველივე დღეს, როგორც კი დამინახე, მაშინვე მიხვდი რომ დევას დედა იყავი, თუმცა მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეგიშლია. ისინი ტანჯვისთვის შენ გაწირე. მამა მართალია. საშინელი ქალი ხართ. ახსნის შესაძლებლობა არ მომცემია. შენ ყველაფერი არასწორად გაიგე. სულელი უნდა იყო რომ ვერ გაიგო. ყველაფერი აშკარაა. საერთოდ არ მაინტერესებს ამ სახლში რატომ დაბრუნდით? ან რას აკეთებთ? არც ის მაინტერესებს გულჯემალი გაიგებს თუ არა. მაგრამ თქვენი დროც მოვა. იმედია ხვდებით რომ დევა თქვენს ნამდვილ სახეს დაინახავს. დევას ნუ ეტყვი. გემუდარები. ცხადია ვეტყვი. აუცილებლად. მაგრამ დღეს არა. დღეს მისთვის ისედაც საშინელი დღეა. არ მინდა კიდევ მეტად დაიდანჯოს, მაგრამ ხვალ ყველაფერს ვეტყვი. აუცილებლად გაიგებს. ალო, ვეფა. გთხოვ, კარგი ამბავი შემატყობინე. ნუ თუ გულიდან ამომშლი. გულენდამზე რამე გაიგე? ხო, ცოცხალია.
სისხლი არ მაღანმა გადაუსხა. საავადმყოფოშია. გულჯემალიც იქ არის? ხო. დევა, სად მიდიხარ? უნდა ავუხსნე. დევა და ჯექი, ნუ ჩქარობ. ახლა ამის დრო არ არის. თანაც უკვე დაღამდა. მამა მარტო არ გაგიშვებს. საავადმყოფოში წავალ. დევა. იფეკ. გარასთხოვე რომ მანქანა გამოიძახოს. ჩვენ წაგიყვანთ. ნუ სულელო ფერთა წავალთ.